ეს იქნება პაროდია სამართალზე. ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე. მე იმიტომ ვთქვი, ეს პროცესი აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში არა მარტო ეს, მაგრამ ეს არის სარკე იმისა, თუ შიგნით ჩაიხედავთ ძალაუფლებას როგორ ბოროტად იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პოლიცია, პროკურატურა, ხელისუფლება, ყველაფერია ამ საქმეში. ყველაფერს წაიკითხავთ. ამიტომ პროგნოზები ერთადერთია. აქ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ეს არის დაცინვა სამართალზე და სამართლიანობაზე. ამიტომ ამაზე რა უნდა გითხრათ? ყველაფერი თქვი პროცესზე. არავით არის გადაკვლა და არ არის დანაშაული. რა მიდეთ ამას ვაუბრობ. აქ ვაჭრობა ეს კი არა, ის არ არის დანაშაული. ის რაც არ არის დანაშაული, ვერ იქცევა დანაშაულად. ეს არის ჩვენი პოზიცია. არა მარტო ჩვენი, ვისაც 2 გრამი განათლება გააჩნია და წიგნიერება სამართალში. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრეთ, რომ ეს იქნება კომფორტი ბრალდების მხარეს. რა საკვირველია? საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სამწუხაროდ ამ სისტემაში ეს არის ადამიანებზე ძალადობის ინსტიტუტი. ეს არ არის ის ინსტიტუტი, როგორც მუშაობს სხვა ქვეყნებში, არავინ მოგატყუოთ. ეს ინსტიტუტი იმ ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ მოიგონეს და ამ ხელისუფლების პირობებში ასეთივე წარმატებით გამოიყენებენ. ეს ინსტიტუტი რატომ არის იცით? როდესაც დამოუკიდებელი არბიტრი არ არსებობს, მაშინ ეს არის ძალადობის ინსტიტუტი, იმიტომ რომ ადამიანს ეუბნები რა მნიშვნელობა აქვს. მე შენი ბრალი დავადასტურე თუ არა, მაინც მიიღებს სასჯელს, ამიტომ დამთანხმდი ამ პირობას. ეს არის ეს საპროცესო, ამიტომ ეს არის მახინჯი და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის ინსტიტუტი. ამიტომ არ ვღებულობთ ამ შემოთავაზებას. ვერ დაიბრალებს მზია იმას, რაც არ ჩაუდენია. ეს არის ღირებულებების, პრინციპების საკითხი. ყველაფერი მზიამ თავიდან თქვა, არ ვითამაშებ იმ წესებით, რასაც ვთავაზობენ. გახსოვთ, როდესაც შიმშილობდა, მან თქვა, მათი შემოთავაზებული წესებით არ ვითამაშებ. ხო და ჯერჯერობით ასე არ გრძელებს. ნამდვილად ბოლო კითხვასაც დაგისვამთ. მოსამართლე ამბობდა, რომ დღეს უნდა დაესრულებინა საქმის განხილვა. დიდი სურვილი ქონდა მოსამართლეს. თქვენი აზრით რა არის ინტერესი? ნეტარართული გამოსაცნობია. მე მგონია, რომ იყოს მე დავიჭერ. სხვების ინტერესი უფროა ამ საქმეში. მოსამართლე სამწუხაროდ თუ ისე დაასრულებს, როგორც დაასრულებს, ის მხოლოდ ამ ინტერესების, ასე ვთქვათ, განმახორციელებელი იქნება. მეტი არა. და არა მოსამართლე.